მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვიწყებთ ჩვენი ლექციების კურსს სათაურით მოდერნისტული პოეზია, ბოდლერის ბოროტების ყვავილებიდან კოლექტიონის 1927 წლის კრებულამდე. სანამ დავიწყებთ უშუალოდ მოდერნისტულ პოეზიაზე საუბარს და მოდერნისტული პოეზიის თავისებურებებზე, მის პოეტიკაზე, მის თემატიკაზე, კონტექსტზე, იდეოლოგიაზე, მანამდე ეს პირველი ორი ლექცია გვექნება საუბარი, ასე ვთქვათ, პოეზიის კლასიკური პოეზიის ტრადიცია და პირველ ამ საუბარში შევეხები ანტიკურ ტრადიციას, ჰომეროსიდან მოყოლებული, თქვა ასე, გვიან ელინისტურ პერიოდამდე და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ მეორე საუბარი იქნება უკვე საშუალო საუკუნეების ტრადიცია, ანუ პოეზია და პოეზიის ადგილი საშუალო საუკუნეების კულტურაში. ან პირველი ჩვენი საუბარი შეეხება ანტიკურობას და აქ თავიდან უნდა ვთქვათ, რომ ანტიკური კულტურა აქეთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი თავისებურება. ეს კულტურა გულისხმობს ესეთ ძალიან მკვეთრ განსხვავებას თავისუფალ და არათავისუფალ ადამიანს შორის. ფაქტობრივად ამას ეს არის ფუნდამენტური განსხვავება და ეს ხშირად როდესაც ლაპარაკობენ სოციალურ-პოლიტიკური კუთხით, ამბობენ თავისუფალი ადამიანი, მარქსისტულ ტერმინოლოგიაში მონათლობელი და მონა და მონათლობელი ფორმაცია. რეალურად ცოტა სხვანაირად არის საქმე. თვითონ ბერძნებს და შემდეგ რომაელებს ეს ცოტა სხვანაირად ესმით. ბერძნებთან კიდევ უფრო ესეთი სურათია. მთავარი არის არა იმდენად ეს განსხვავება, თქვათ, წარმოებითი ურთიერთობების, თქვათ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არის ის, რასაც შეიძლება უწოდოთ ძირითადი განმასხვავებელი თავისუფალ და არათავისუფალ ადამიანის შორის. საქმე იმდენად იქ მონობაში არ არის, შეიძლება ეს არათავისუფალი ადამიანი იყოს ძალიან მდიდარიც და ფლობდეს სერიოზულ ქონებას, თანამედროვე ფინანსებს და ასე შემდეგ. განსხვავება არის იმაში, რომ თავისუფალ ადამიანს აქვს თავისუფალი დრო, მოცალეობა. ეს არის ბერძნულად, ეს არის სიტყვა სხოლე. ეს სიტყვა ძალიან კარგად ვიცით. ყველა ენაში, ბევრ ენაში არის შესული, მათ შორის ქართულ ენაში, მაგრამ ყველა ამ ენაში, რაც ჩვენ ასე თუ ისე ვიცით, არა, ყველგან ნიშნავს სხვა რაღაცას, კერძოდ რას ნიშნავს. ქართულად ეს არის სკოლა, ინგლისურად არის school, გერმანულად არის Schule, რუსულად არის სკოლა. ის რაც ჩვენთვის არის სკოლა, ბერძნისთვის არის მოცალეობა, სხოლე, მოცალეობა. და უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს ფუნდამენტური განსხვავება თავისუფალ ადამიანსა და არათავისუფალ ადამიანის შორის, ან თავისუფალ ელევთეროს, თავისუფალ ადამიანსა და არათავისუფალ ადამიანის შორის ნიშნავს იმას, რომ ბერძენს შრომისათვის არ აქვს პოზიტიური სიტყვა. ბერძნულად შრომა ნიშნავს ასხოლია, მოუცლელობა. ანუ ამსავალი არის არა შრომა, არამედ ამსავალი არის სწორედ მოცალეობა. აქედან გამომდინარე, არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ესე იგი თუ შეიძლება ასე ითქვას, ბერძენისთვის ადამიანი არის თავისუფალი მხოლოდ მაშინ, როცა ის არის თავისუფალი შრომისაგან, მეწარმეობისაგან, ყოველგვარი მეწარმეობისაგან. ანუ თავისუფალი მეწარმეობა ბერძენისათვის იქნებოდა შავი თოვლი.
აი თავისუფალი მეწარმეობა რაც დგას ახალი ევროპული აზროვნება ჯონ ლოკი და ასე შემდეგ ხო თავისუფალი ეს არის შავი თოვლი თავისუფალი არის ადამიანი მხოლოდ მაშინ თუ ის თავისუფალი შრომისაგან და აქ მოცალეობა მაგრამ რისთვის უნდა ეს მოცალეობა თავისუფალ ადამიანს აგრეთვე ძალიან საინტერესო მომენტი მის წინაშე არის ორი ესეთი არჩევანი ერთი არის ცხოვრება ქალაქური ცხოვრება და ეს ქალაქური ცხოვრება ქალაქი პოლის და ქალაქურ ცხოვრებას ქვია პოლიტიკა მაგრამ ეს პოლიტიკა ნიშნავს არა რაღაც აი ისეთ გაყენებულს არამედ ქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას ეს რას ნიშნავს თუ ეს არის მშვიდობიანი პერიოდი თავისუფალი მოწიფული მამაკაცი მონაწილეობს ქალაქის ცხოვრებაში, საქალაქო ცხოვრებაში და ომის დროს მონაწილეობს ომში. და ომში მონაწილეობენ მხოლოდ თავისუფალი ადამიანები. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ნუ არ კი რაღაც ფორმები კიდე დავუშვათ სპარტაში და იმაში თქვენ ნუ ლაპარაკია ის კლასიკურ პერიოდზე. კლასიკურ პერიოდში მართლაც ესეა რომ თავისუფალი ადამიანი არის თავისუფალი ყოველგვარი მეწარმეობისაგან უფრო მეტიც მთავარი მომენტი არის ის რომ ესეთი თავისუფალი ადამიანი არ არის ორიენტირებული მეწარმეობაზე და ფულის კეთებაზე ვინც არის ამაზე ორიენტირებული იმას ქვია იდიოტეს აქედან მოდის მაგრამ ბერძნულად ეს სხვა რამეს ნიშნავდა იდიოტეს ნიშნავდა ადამიანი რომელიც ცხოვრობს თავისთვის პირადი მომხოჭელობისათვის პირად ესეთი ადამიანი იყო იდიოტესი. ესე იგი, არსებობდა ცხოვრების ორი პრესტიჟული წესი. პირველი ეს იყო ქმედებითი ცხოვრება, ანუ პოლიტიკური ცხოვრება, bios politikos და მეორე ეს იყო ცხოვრება, რომელიც იყო გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის რომლებიც ირჩევდნენ ცხოვრების ჭრეტით წესს. ანუ bios თეორეტიკოს ჭრეტითი ცხოვრება ნიშნავდა ფილოსოფიური ცხოვრებას. ანუ ფილოსოფიური ცხოვრება, ჭრეტითი ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრება ქმედებითი ცხოვრება. რომში პრაქტიკულად იგივე მოდელი გვაქვს. ლათინურად მოცალებას ქვია ოტიუმ და შრომას ასევე უარყოფითად განიმარტება ნეგოტიუმ. ეს სიტყვა negotiation არის შესული მაგალითად ინგლისურში, მე ფრანგულს არ ვიცი ვერ გეტყვით, ფრანგული ცუდად ვიცი. აქედან გამომდინარე, ესე იგი ოტიუმ, ნეგოტიუმ. თავისუფალ ადამიანს აქვს ესე იგი ოტიუმი და არა თავისუფალს ნეგოტიუმი. ან ესე იგი ის ცხოვრობს მოქალაქის ცხოვრებით და თუ მოქალაქე არ იღებდა მაგალითად მონაწილეობას ამ საქალაქო ცხოვრებაში, მას აძევებდნენ ოსტრაკიზმის წესით, აძევებდნენ ქალაქიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო არ მიიღო ქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობა, ის იყო ფილოსოფოსი, რომელიც ცხოვრობდა განდგომილი ჭრეტითი ცხოვრებით. ესე იგი, გვაქვს ეს ორი ტიპი ადამიანის, თავისუფალი ადამიანი, არათავისუფალი ადამიანი, თავისუფალ ადამიანს აქვს ცხოვრების ეს ორი წესი, ესე იგი, ან მოქალაქეობრივი, ან ფილოსოფიური. და სად არის პოეტის ადგილი აქ ყველგან? ამ ყველაფერში სად არის პოეტის ადგილი და უნდა ითქვას, რომ პოეტს ადგილი არ აქვს, პოეტი შეიძლება იყოს, აი მაგალითად, როგორც გადმოცემის თანახმად ესკილეს საფლავზე ეწერა, რომ მან მიიღო ის იყო მარათონის ომის გმირი. მაგრამ მე მგონი ეცერა შეიძლება მიშლები მარათონის კულტურა, რომელიღაც სერიოზული ომის მონაწილე იყო. ანუ არ ეწერა, რომ პოეტი იყო და ტრაგიკოსი. რომ ეს ან თუ ვიღაცა ფილოსოფოსი იყო, საფლავზე ეწერებოდა ესე არ შემოგჩა ეს ეპიტაფიები.
ასეთი ადრეული გადმოცემები არსებობს ამის შესახებ. მაგრამ სამგეროდ პოეტს ჰქონდა რაღაცა მომენტში დგებოდა პოეტის დრო. ეს იყო მაისი. დაახლოებით ეს პერიოდი, როდესაც იყო დიონისეს სადმე მიძღვნილი პერიოდი, რიტუალური და სწორედ აი ამ დროს იდგმებოდა წარმოდგენები. ეს ტეტრალოგია უნდა ყოფილიყო, ეს სამი ტრაგედია და ერთი კომედია. ეს იგი სრული ესეთი ციკლი, აი არა გვაქვს დავუშვათ ორი ტრაგედია ამ ძალიან ცოტა შემოგვრჩა ეს კლასიკური დრამატურგებისაგან შემოგვრჩა 7 პიესა შემოგვრჩა ტრაგედია შემოგვრჩა ესქილესაგან და სოფოკლესგან და 17 შემოგვრჩა ევრიპიდესაგან. არ კიდე ბევრი ტრაგიკოსი, ბევრი დრამატურგი, მაგრამ აგაცონისგან არაფერი, ფრაგმენტები რაღაც გარკვეული ფრაგმენტები შემოგვრჩა. შემოგვრჩა არისტოფანეს კომედიები და შემდეგ უკვე რომაული პერიოდიდან და რომში ცოტა სხვანაირად იყო საქმე, ესე იგი რომში უკვე ესე ტრაგედიები აღარ იდგმებოდა. იდგმებოდა კომედიები და მიმები და აი მაგალითად ახლა თქვენ მეწვით რომ აი სენეკას ტრაგედიები, სენეკა წერდა ამას როგორც ლიტერატურულ სავარჯიშოებს თქვა და თავისთვის წერდა ეს არ დადგმულა არასოდეს. სადღაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე მეორე საუკუნიდან და შეიძლება რაღაცები მეშლება ასაკიც ისეთია ხსერების ამბები ხო და შეიძლება ითქვას რომ ანუ პოეტს ჰქონდა თავისი დრო და მთელი ამბები არის რომ დრო რა არის ისე ვგებოდით მაისი რიტუალური ანუ ბერძნული კულტურის ყველაზე დიდი უცნაურობა არის ის რომ ის რასაც ჩვენ ლიტერატურას ვუწოდებთ ბერძნულ კულტურაში ასრულებდა გარკვეულწილად რელიგიის როლს. აი ეს არის ის რა არის აი გადავხედოთ გვერდზე სხვადასხვა კულტურებს, ხო, აი ბერძნების გვერდზე რაც არის ეგვიპტური ჩამოყალიბებული ეგვიპტური, ბაბილონური, ირანული, ხო? ესე იგი ყველგან გვაქვს რელიგია თავისი სრულფასოვანი სახით. ანუ ყველგან არიან ქურუმები, არის რიტუალები სრულდება, ტაძრები, ბერძნების უცნაურობა არის რა? აი ამ კულტურის ძალიან ესეთი შეიძლება საერთოდ აქედან უნდა დამეწყო, მაგრამ ნუ ჯობს გვიანვინება არასდროს. ბერძნებს არ აყავთ დამოუკიდებელი ქურუმთა კლასი. არ არსებობს ესეთი კლასი, ამ სხვა შეწირვებს ასრულებენ ოჯახის ან კლანის უფროსები. დამოუკიდებელი ქურუმთა კლანი, როგორც მაგალითად ინდოეთში, კლასიკურ ინდოეთში, ბრაჰმანები, ან თუნდაც როგორც რომში, პატრიციუსები. აი ესეთი დამოუკიდებელი ქურუმთა კლასი არ აქვს საბერძნეთში. რა ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ საზოგადოებრივ არსებობს ესეთი დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად ეხება ყველა კლასიკურ ინდოევროპულ კულტურას. კლასიკურს გულისხმობ იმას, რომ გვაქვს გარკვეული არქაიკა, საიდანაც ბევრი არაფერი შემოგვჭა და არ ვიცით ამ არქაული პერიოდის შესახებ, აი ფუნდამენტური რაღაცები არ ვიცით, მაგრამ ბევრი კლასიკური ინდოევროპული კულტურა, ხო? აი დავუშვათ ინდური, ირანული, კლასიკური ირანულში გულისხმობ 1622 წლამდე, ანუ 1653 წლამდე, სანამ მუჰამედი შევიდოდა, ხო? აი ეს ზარათუშტრადან აი მუჰამედის შეჭრამდე, სადღაც არის რამდენი 14 საუკუნე 15. აი, ნუ ეს შეიძლება ძალიან უხეშად თქვა აი კლასიკური ირანული კულტურა. ეგვიპტური კულტურა, ხო? ნუ
უკვე ესე იგი როდესაც ვლაპარაკობთ კლასიკურ ბერძნულ პერიოდზე და ელინისტურზე, ნუ იქაც მეგობრებთან სერიოზული ელინიზაცია განიცადა განსაკუთრებით ამ პერიოდში, სანამ რომის ნაწილი აღმოჩნდებოდა, უკვე მართველი ფენა ლაპარაკობდა ბერძნულად. თავიანთ თავს ფარაონებს უწოდებდნენ, მაგრამ რეალურად უკვე კლასიკურ ეგვიპტესთან ესეთი პირდაპირ ესეთი აღარ იყო უკვე. მოკლედ, ყველა აი ამ კულტურას, სადაც არის საბერძნეთი, ხო? ახასიათებს ის, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული აი სამფუნქციური საზოგადოება. საზოგადოება, სადაც არის სამთავრი ფუნქცია და სამთავრი კლასი. ესენი არიან ქურუმები, მეომრები და მიწათმოქმედები. ინდურ კულტურაში ბრაჰმანები, ქშატრიები და ვაიშიები. რომაულ კულტურაში პატრიციუსები, იქვის და პლებსი. ირანულშიც შესაბამისად ეს სამი ფუნქცია გვაქვს. ეს სამი ფუნქცია 70-იან წლებში დაადგინა ცნობილმა ფრანგმა ინდოევროპეისტმა და რელიგიაცოდნემ ჟორჟ დიუმეზილმა და მას აქვს ეგეთი ნაშრომი სამი კლასიკური ფუნქცია ინდოევროპული და ეს ღმერთებთან არის დაკავშირებული. სამი სხვადასხვა ტიპის ღმერთთან არის დაკავშირებული. რომში ეს არის იუპიტერი, კვირინუსი და მარსი. მარსი არის ეკვისების მფარველი, იუპიტერი პატრიციუსების, ამიტომ მთავარ ქურუმს ქვია პონტიფექს მაქსიმუს და შემდეგ ეს წოდება აიღო და დღემდე გამოიყენება რომის ეპისკოპოსი პაპის ტიტულატურაში შედის აი ეს ხიდების უზენაესი, თუმცა ეს იანუსის ფუნქციაა, მაგრამ ეს ამავე დროს მის მიხედვით, რა ქვია, დიუმეზილის მიხედვით რაღაცა მომჭხდება იანუსის ამ ფუნქციების თუ ახლა რაღაც არ მეშლება იუპიტერთან გაიგივება. მოკლედ ესე იგი, სამი მთავარი ღმერთი, ერთი რომელიც დაკავშირებული არის ზეციერი უზენაესი იუპიტერი, მისი ქურუმები არიან პატრიციუსები და ძალიან საინტერესოა ის, რომ ამ პატრიციუსებს რა არის პატრიციუსების ხელში, ეს არის რომაული სამართალი. და სამართალს, რომაულ სამართალს აქედან გამომდინარე, აქვს საკრალური საფუძვლები. ნუ რაღაც ის არ არის დაუშვათ ჩვეულებრივი რამ. ეს არის დაახლოებით ისეთი რამ, რაც მაგალითად ინდოელებისთვის არის ვედები. ანუ საკრალური ტექსტები, აი ბრაჰმანების ტექსტი არის რიგვედა, ყველაზე მთავარი ვედა, ყველაზე უფრო ავტორიტეტული, ქშატრიების სამთავარი ვედა, ესე იგი რიგვედა, იაჯუროვედა და სამოვედა. ათხარვევედა მეოთხე შედარებით ახალია. აი ეს რიგ, სამან, იაჯურ, აი ეს არის სამი მთავარი ვედა, რომელიც არის სამი ამ მთავარი კლასის, თქვათ ასე თუ სტრატას ამ ჯგუფის. მაგრამ ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ ბრაჰმანმა არაუბრალოდ ზეპირად უნდა იცოდეს შესაბამისი ეს ჰიმნები, არამედ რიტუალები უნდა შეასრულოს. ანუ ამ ჰიმნებს აქვს რიტუალური დანიშნულება. უბრალოდ ესეთი და ეხლა ამდენი რატო ვილაპარაკე? იმიტომ რომ ბერძნებთან გვაქვს ძალიან უცნაური სურათი. არა გვაქვს წმინდა რელიგიური წიგნები, აი ვედების მსგავსი ან ყურანის, ან ბიბლიის, ან თანახის მსგავსი არა გვაქვს. არანაირი ეგეთი წიგნი არ არსებობს. წმინდა ტექსტები არა გვაქვს და არა გვაქვს შესაბამისი კლასი, ქურუმთა კლასი, რომელიც ამ ტექსტების მიხედვით ატარებს შესაბამის რიტუალებს. კი, რიტუალები ტარდება, რაღაც გადმოცემები არსებობს, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ ამ რიტუალებს ატარებენ ოჯახის ან კლანის უფროსები, მაგრამ აი რასაც ქვია, აი ცენტრალური რიტუალი, ლიტურგიის ცენტრი, აი ქრისტიანობაში ეს არის ევქარისტიული ლიტურგია, ხო, რომელიც
აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ლიტურგიული წლის განმავლობაში კვირაობით ტარდება კათოლიკე რომის კათოლიკე ეკლესიაში ყოველდღე ტარდება ოღონდ კვირას არის განსაკუთრებული მაგრამ ცენტრი არის ევქარისტიული ანუ სადაც ხდება პურისა და ღვინის გარდასახვა ქრისტეს სისხლის ხორცად ეს არის ცენტრალური რიტუალი ხო აი მსგავსია ესეთი რამ ცენტრალური რიტუალი რა არის ბერძნების რა იყო არ ვიცით ნუ ვიცით რა რომ ტარდებოდა მისტერიები მაგრამ აი ლევსინის მისტერიები რომელიც იყო ყველაზე ავტორიტეტული მაგრამ არაფერი არ ვიცით რა ხდებოდა იმიტომ რომ არ შეიძლებოდა იმის გამჟღავნება რაც ხდებოდა ამ მისტერიების დროს უსულთნოდ ეზოტერული იყო შეიძლება არსებობდა რაღაცა გარკვეული საკრალური გადმოცემები რომლებიც გადაიცემოდა ზეპირად ახლა ამისი ანალოგიები გვაქვს დავუშვათ ხო აი მაგალითად თუ ავიღებთ ქრისტემდელ ან ტაძრამდელ იუდაიზმს ვიცით რომ არ წარმოითქმებოდა უფლის წმინდა სახელი ანუ არ ვიცით როგორ წარმოითქმებოდა ტეტრაგრამატონი რატომ იმიტომ რომ ტაძრის მღვდელმთავარი გადასცემდა მღვდელმთავარზე გადაიცემოდა წარმოითქმებოდა ერთადერთხელ როცა შედიოდა წმიდათა წმიდაშეს იუდაურ ტაძარი ორ ნაწილად იყოფოდა წმიდა და წმიდა და იქ შედიოდა წმიდათა წმიდაშსაც მხოლოდ მღვდელმთავარს და მღვდლებს შეეძლო შესვლა ჩურჩული წარმოთქვამდა ერთადერთხელ აი ამ ტეტრაგრამატონს რომელიც ტეტრაგრამატონი რატო 4 ბგერისაგან შედგება მოგესალმებათ ებრაულ დამწერლობაში ვოკალიზაცია ხმოვნები არ იწერება როგორც არაბულში უნდა იცოდე რომ უნდა გახმოვანდეს და როდესაც ტიტუსმა დაანგრია ტაძარი 69 წელი ჩვენ წელთაღრიცხვის შეწყდა მღვდელმთავრობა, შეწყდა რიტუალები, ყველაფერი შეწყდა და ფაქტობრივად მოხდა კატასტროფა. არ ვიცით როგორ გადმოვიდა უკანასკნელი მღვდელმთავარი მოკლეს რომაელებმა, უბრალოდ დაიღუპა აი ამ აღებაში იოსებ ფლავიოს შესანიშნავად აქ აღწერილი თვითონ იყო ამ ყველაფრის მონაწილე იოსებ ფლავიოსი ებრაელი და ბერძენი ისტორიკოსი რომელმაც აღწერა თავისი ეს ბოლო ეტაპზე ეს მონაწილე იყო ამ წინააღმდეგობის და ერთ-ერთი თვითმფრინავი მონაწილე ამ დაპირისპირების და ამ ყველაფრის ტაძრის დანგრევის დაწვის და ხო და მოკლედ აი შეიძლება ისეთი რამე იყო აი უბრალოდ რას გეუბნებით ეს ეზოტერული ტექსტები რომელიც გადაიცემა ზეპირად და არ შეიძლება მისი ჩაწერა ანუ ამის პრაქტიკა სხვა კულტურებში არსებობს ასეა თუ ისეა ბერძნული რელიგიის შესახებ ვიცით მხოლოდ ლიტერატურული ტექსტებიდან ჰომეროსი ჰესიოდი და ტრაგიკოსები მაგრამ ისე ვამბობ აი ამ კერძოდ ამ ტრაგიკოსების ტექსტებს ქონდა არა ლიტერატურული დანიშნულება ჩვენი გაგებით, არამედ დანიშნულება რიტუალური, რომელიც ეს ყველაფერი სრულდებოდა იმ თვეში, რომელიც ეძღვნებოდა დიონისეს, მაისე იყო დიონისეს თვე და მოკლედ ეს იყო არაუბრალოდ ლიტერატურა, არამედ ეს იყო რიტუალური ქმედება. გარკვეული აზრით. ასე რომ, ესე იგი, თავიდანვე ბერძნულ ლიტერატურას გარკვეული აზრით ბოლომდე ჰქონდა ეს რელიგიური დანიშნულება. კი ბატონო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი რომში რა ხდება? აი რომში რაღაცები მართლა იცვლება, შეიძლება ითქვას, რომ აი კლასიკური პერიოდი რომაული ლიტერატურის ჩვენს პირველი საუკუნე, სადაც ყავს 4 დიდი პოეტი, კატულუსი, ვირგილიუსი, ჰორაციუსი, ოვიდიუსი. ჰორაციუსი, ოვიდიუსი და ვირგილიუსი ერთმანეთის თანამედროვეები არიან, აქ რაღაცა ცვლილებები თითქოს ხდება, მაგრამ თითქოს რატო ამბობ? იმიტომ რომ მთელი ამბავი არის ის, რომ
აქაც არ არის ესე მარტივად საქმე. ანუ ეს ისინი მათ ეწოდებათ არა უბრალოდ პოეტები, არამედ ვატეს. ეს არის ლათინური სიტყვა ვატეს, რომელიც ნიშნავს წინასწარმეტყველს. მისანი წინასწარმეტყველი. ანუ ეს ისე ვამბობ, ეს არ არის ადამიანი უბრალოდ, რომელიც აი რაღაც თავისთვის რაღაცას წერს, ხო? თავში როგორც მაგალითად გოეთე ან ბალზაკი ან თომას ბოდლერი. ამ ყველაფერს რომშიც კი აქვს გარკვეული ესეთი რელიგიური დატვირთვა. ეს არის ვატეს. გარკვეული აზრით წინასწარმეტყველი. და პოეზიას მიუხედავად იმისა, რომ ჰორაციოს ვკითხულობთ ან ოვიდიუსს, გასაგებად ოვიდიუსს ეხება ეს რომელიც აპოეტის არის არს ამატორიას, ანუ ეროტიკული პოემის ავტორიც, ხო ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, ხო? რომ რას ნიშნავს ვატეს ამთან დაკავშირებით. ხო, თან ოვიდიუსის ისტორია არის ძალიან საინტერესო, გადაასახლეს ავგუსტუსის ბრძანებით რუმინეთის ტერიტორიასთან, რუმინეთის ტერიტორიაზე შავ ზღვასთან. და რასაც მოყვა მისი გენიალური ელეგიების ტექსტი, რომელსაც ციკლი ტრისტია ელეგიები, სადაც ის ხშირად ეხება ამ თემას, რომ აი მისმა თვალებმა დაინახა რაღაცა ისეთი, რაც არ უნდა დაინახა და ნუ მთელი 300 წელი გერმანული და ევროპული და სოფლიო კლასიკური ფილოლოგია მარჩიელობს, რომ რა დაინახა ამ კაცმა ესეთი, რა მოხდა და რის გამო გადაასახლეს ეს კაცი, მაგრამ აი აქედან გვაქვს ესეთი poet in exile, poet exorიაში გაჩნდა ეს ხატი, სახე, ფიგურა, ემიგრანტი პოეტი გაძევებული თავისი ქვეყნიდან, ოვიდიუსი, დანტე, შემდეგ ძალიან ესეთი ბევრი ყოს ეგეთი, დავუშვათ მიცკევიჩი შეიძლება გავიხსენოთ, რა ვიცი, ვისაც გაგიხსენებთ, ჯოზეფ ცნობილი ამერიკელი პოეტი ჯოზეფ ბროდსკი. პირველი ესეთი პოეტი in exile, ანუ ექსორიაში მყოფი პოეტი, ეს არის ოვიდიუსი. არანაკლებ მნიშვნელოვანი, ან შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, ყოველ შემთხვევაში კლასიკური ლათინური და შემდეგ საშუალო საუკუნეების ტრადიციისთვის კიდევ მნიშვნელოვანი პოეტი არის ვერგილიუსი, რომლისგანაც დაგვრჩა 3 ტექსტი, დაგვრჩა ბუკოლიკები, გეორგიკები, პასტორალური და შესაბამისად ნაწარმოებები გეორგიკები, რომელიც მიწად გარკვეული აზრით ეს არის რაღაცნაირი რეპლიკა ჰესიოდეს ერგაიკა ჰემერაი სამუშაოები და დღენი. აქ ის ლაპარაკობს მიწადმოქმედების სხვადასხვა სახეებზე და ძალიან ესეთ ერთ შეხედვით ძალიან პროზაულ რაღაცებზე კი ლაპარაკობს. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი პოემა, ეპიკური პოემა ენეიდა. ენეასის მოგზაურობის შესახებ ტროას დაცემიდან სანამ ის შემოვიდა აპენინის ნახევარკუნძულზე და დააფუძნა ის, საიდანაც შემდეგ რომი დაიბადება, ქალაქი რომი, ანუ რომის ლაციუმის, აი რომის ცენტრი გული რაც არის, მის დამფუძნებლად ითვლება ენეასი და აქედან ითვლება, რომ ენეასი არის რომის ფუძემდებელი და რომის იმპერიის. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ვერგილიუსი პარადიგმა სანიმუშო არის ორივე პოემა ჰომეროსის, როგორც ილიადა, ასევე ოდისეა. ილიადა მოგვითხრობს და გვიყვება ტროას ომის მე-10 წლის დაახლოებით 40 დღის შესახებ, როდესაც აქილევსი გაბრაზდება და გავა აღარ იბრძვის
სამგეროთ ეს ძალიან კარგი ხერხია სხვა შორის წმინდა სიუჟეტური თვალსაზრისით სამგეროთ სხვა გმირები გამოჩნდებიან არა მარტო ისე პლაკელებში მაგრამ ეს პირველი აკალოთა შორის ესეთი ეს არის რა ქვია ატრიბუტია მისი როგორც არის პოდასოკუს ახილეოს ფეხმარდი აკილებს პირველი საუკეთესო აკალოთა შორის ასე დაარქვა გრეგორი ნადმა მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო კლასიკოსმა ფილოლოგმა და ლიტერატურაცოდნემ უნგრული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა თავის ერთ ნაშრომს საუკეთესო აკალოთა შორის. აი ეკლებს რომ გადის მე სხვა გმირები გამოჩნდებიან იქ დიომედე გამოჩნდება ორივე აიაქსი ოდისევსი და ასე შემდეგ და რაღაც მე კლავენ როდესაც ძალიან შეავიწროვებენ ტროელები ბერძნებს აქილევსის მეგობარი პატროკლე აი აქილევსის აბჯარს აისხამს რომ აქილევსი ეგონოს მტერს მაგრამ ისე მოხდება რომ მოკლავენ და ამის შემდეგ აქილევსი ჩაერთვება ისე ბრუნდება ომში და კლავს ყველაზე თავარ მის მოწინააღმდეგეს ტროელების გმირს ჰექტორს ამის მერე ჰექტორის მამა პრიამოსი მიდის რომ გამოითხოვოს გვამი და ბოლოს თავდება ყველაფერი პატროკლეს დაკრძალვით და მის რიტუალური თამაშებით რომელიც არის მიძღვნილი პატროკლესადმი ხო ნუ დასწავლოს რომ ეხლა ეს მეტონიმურად ვამბობ რომ ბერძნები წვავდნენ გვამს არასწავლდნენ ჩვენი გაგებით ამ წვავდნენ ეს საზოგადო ინდოევროპული ესეთი რიტუალია ინდოევროპელები წვავენ გვამებს ქრისტიანობამდე ესე იყო ქრისტიანობამ მე შეცვალა იმიტომ რომ იუდეველებს ჰქონდათ ხოჭილი ძალიან ესეთი დამოკიდებულება გვამი უკვე არაწმინდა იყო და მას ფლავდნენ აკლდამაში თქვა და ასე აი როგორც სახარებებიდან გახსოვთ ალბათ ხო აი შორს არ იყო ეს მიაყუდებდნენ იმას რა ქვია ქვას დაბეჭდავდნენ ან შეიძლება არც დაებეჭდათ განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდებოდა დაბეჭდვა და მაგრამ ინდოევროპელები წვავდნენ სხვა შორის ძალიან საინტერესო მომენტია რომ აი ერთი ძალიან კარგი სინოლოგი როცა ადარებს ინდოევროპელებს და ჩინელებს ერთმანეთს ამას ეგეთ რაღაცას რომ რატომ არის რომ რომ აი სწორედ ინდოევროპელებმა განავითარეს საბოლოო ანგარიშით ნიჰილისტური კულტურა თანამედროვე კულტურა მოდერნისტული რომელიც არის ორიენტირებული მომავალზე და წარსულის უარყოფაზე რომ ეს მოდის სწორედ ინდოევროპული ძირეული რიტუალისაგან გარდაცვალებისა დამოკიდებულება რომ წვავენ ჩინელების დამოკიდებულება აბსოლუტურად ჩინელები მარხავენ და აქვთ საფლავისა და წინაპრების კულტი ჩინელებს აი დღესაც კი კონფუციუსის მე-6 საუკუნის შთამომავლები იკრიბებიან და მიდიან მის საფლავზე და ეს წინაპრების კულტი არის ხსოვნის მეხსიერების და მის ნაწილი თუმცა ძალიან საინტერესო მომენტია რომ მე მექვია ბერძნულად საფლავს ანუ ხსოვნის ესე იგი მაგრამ ეს არის ქვა რომელიც არის სუბსტიტუტი იქ არაფერი არ არის იქ არის ესე იგი ისე მიმოვიდა რომ გვამს წვავდნენ ხო და აი ეს განსხვავება რომ ჩინური აი დიალექტიკის მომენტი რომ აი 5000 წელი არის ერთი იგივე კულტურა მიხედვით იმისა რომ იცვლება არის ორი რამეზე დგას სინოლოგების მოსაზრებით ერთი არის აი ეს წინაპრების კულტი და მეორე რომ მათი მთავარი წიგნი არის განსხვავებით ყველა სხვა
რელიგიისაგან ყველა სხვა რელიგიისაგან კერძოდ მაგალითად რო ავიღოთ ბიბლია, ტანახი, ებრაული ბიბლია, ყურანი, ვედები, ყველა ეს ტექსტი არის ორიენტირებული რაზე გვიყვება მარადისობაზე. მარადიულ ტრანსცენდენტურ სფეროზე, ხო? იქნება ეს ბიბლია, რომელიც გვიყვება მარადიულმა ერთადერთმა ტრანსცენდენტურმა ღმერთმა როგორ შექმნა სამყარო, ხო? ერთადერთი წიგნი, რომელიც არ არის ორიენტირებული მარადისობაზე და სიტყვით ეწოდება ჯოუი, ჭოუი, იძინიან, ცვლილებათა წიგნი. ცვლილებათა წიგნი, ანუ ეს არის კულტურა, რომელიც ძირში ცდებს სწორედ ცვლილებების კულტივირება. და ამიტომ სამყაროში, რომელიც მოვიდა დღეს, რომელიც ცვლილებებზეა ორიენტირებული, ყველაზე კარგად ინტეგრირებული და შეგუებული არის ჩინური კულტურა. და ამიტომ მას აღწევს ის ასეთ წარმატებებს. ესეთია სინოლოგების ესეთი მარსელ გრანიედან მოყოლებული თანამედროვე სინოლოგებიც რომ ავიღოთ, ესეთია მოკლე აზრი სინოლოგების რატომ არის ესეთი წარმატებული ჩინური კულტურა, იმიტომ რომ ის ყოველთვის იყო ორიენტირებული და მისი რეფლექსიის საგანი ყოველთვის იყო ცვლილებები, მაგრამ არა უბრალოდ ცვლილებები, არამედ წინაპართა კულტიც ერთდროულად. და სწორედ ეს დიალექტიკა თქვა და ასე მეხსიერების კულტივაციის და ცვლილებებზე ორიენტაციის აქცევს მას ესეთ ადაპტირება და ასეთ ძალიან აპოლოგიაში გადავიჭერი. არა და ჩვენ დასავლეთზე ვართ ორიენტირებულები ისე. ხო, ის ამოვიხოთ. რამდენი წუთი გავიდა? რამდენი წუთი გავიდა? აჰა, კაი. კი, მოკლედ აქედან გამომდინარე, რომ დაუბრუნდეთ ვერგილიუსს, უნდა ვთქვათ ეს რამ, რომ ხო, ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ თუ კარგად გადავხედავთ ილიადას, აქაც არ არის მარტივად ესე საქმე. ესე იგი, ესეც არ არის უბრალოდ ლიტერატურული ტექსტი და უკაცრავად და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩემთვის მოულოდნელად არსებობს ერთი ძალიან კარგი ფილმი, ძალიან ბევრ ცუდ ფილმს იღებენ ჰოლივუდი ახლა დიდი შესაძლებლობები აქვს და მან არის ეს ტრადიცია ხო ამ პოლოსების და განსაკუთრებით ამ მითოლოგიაზე და იმაზე. მაგრამ არის ერთი ძალიან კარგი ფილმი, რომელსაც მე დიდი სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას. ამ ფილმს ქვია ტროა, თამაშობენ ისეთ ცნობილი მსახიობები, როგორც არის ბრედ პიტი, აქილევსის როლში, შონ ბინი, ოდისევსი, ორლანდო ბლუმი თუ არ ვცდები, ჰექტორი და ასე შემდეგ. ეხლა რატომ არის როცა პირველად ნახე ეს ფილმი ძალიან შედარებულად 2000 წლებში ეკადა მე მართლა გითხრათ ვიყავი სრულიად გაუგნებული. იმიტომ რომ იმ პერიოდში უკვე ძალიან ბევრს იღებდნენ ესეთ აი გადაწერა და ის რო ხდება ტექსტისაგან ვარაფერი არ რჩება და ის ეკრანიზაციები რომ ან პირიქით. მაგრამ ამ შემთხვევაში აი ფილმი არის გადაღებული ძალიან სერიოზული საქმის წოდნით და მე გავარკვევი ვინც იყვნენ მისი კონსულტანტები და მართლა არის სერიოზული ფილმი. ეხლა რატო? რა არის აქილევსის, რა არის ილიადას საერთოდ რა არის мотиваცია აქილევსი რატო ჩამოვიდა, რატომ იბრძვის? გარდა იმისა, რომ არსებობს ესეთი წინასწარმეტყველება, ხო? მოგეხსენებათ ბერძნები ნაბიჯს არ გამთნიან ორაკულების გარეშე. და არ ყველა ადამიანზე არის რაღაც გარკვეული წინასწარმეტყველება, რომ ამას ეს ბედის. თუ ის მიიღებდა თუ არ მიიღებდა მონაწილეობას ტროას ომში, ის იცხოვრებდა ხანგრძლივი ცხოვრებით, მაგრამ გარდაიცვლებოდა უსახელოდ და თუ წავიდოდა ტროას ომში და იქ იბრძოლებდა და დაიღუპებოდა ღირსეულად, ის მოიხვეჭდა უკვდავ სახელს. ბერძნულად კლეოს აფთიტონ უჩქნობი უკვდავი სახელი. და რამდენჯერმე აქილევსი პირდაპირ ამბობს, რომ აი ეს პოემა, სიმღერა დარჩება მის შესახებ, რომ ის იბრძვის უჩქნობი კლეოს აფთიტონ უჩქნობი სახელისთვის და აი ეს პოემა
რომელიც შეიქმნება მასზე და ის უკვე მოქმედებს როგორც პერსონაჟი პოემის. ან მეორენაირად რო ვთქვათ, გარკვეული აზრით აი როგორც არსებობს ქრისტიანობაში მოსახსენიებელი აღაპი ამათ თუ გარდაცვლილის, აი ილიადა როგორც სააღაპე წიგნი აქილევსის, საუკეთესო აქაველთა შორის და მისი მოსახსენიებელი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ხდება, ის იმიტომ იბრძვის, რომ აი მისი უკვდავი სახელი დარჩება და უფრო მეტიც გრეგორი ნადი და აი ეს კლასიკოს ფილოლოგია ვითხარით შესანიშნავი ლიტერატურის ზონე, რომელიც მგონი აი ახლა ხან გარდაიცვალა საკმაოდ ასაკში მისი მასწავლებელი იყო ალფრედ ლორდი, ეს არის The Storyteller, ეს წიგნი დაწერა მან მილმან პერი, მისი მეგობარი, მოკლედ მათ წამოაყენეს ესეთი თეორია, ეგრეთ წოდებული ეპიკური ფორმულების შესახებ, რომ ილიადა და ოდისეა ეს არის განსაკუთრებით ილიადას ეხება, თუმცა ოდისეასაც, თუმცა მათ შორის არის რაც გარკვეული პერიოდი, ჯერ ილიადა დაიწერა და შემდეგ კარგახნის მერე დაიწერა ოდისეამ, რომ ოდისეის სხვა სურათი გვაქვს მინიმალ ილიადაში. რომ ილიადა და ოდისეა საუკუნეების განმავლობაში გადაიცემოდა როგორც ზეპირი ტექსტი. რომ ეს დაწერილი კი არ არის, ეს არის ზეპირი. და მე შემდეგ მოხდა მისი ჩაწერა განსხვავებით ბავშვად ვერგილიუს ენეიდისაგან, რომელიც არის ლიტერატურული ტექსტი, ლიტერატურული კი არა, მოდი ესე ვთქვათ, წიგნობრივი ტექსტი, იმიტომ რომ ის თავიდანვე იყო გამიზნული დასაწერად. ზეპირად კი არ გადაიცემოდა, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ პოემას არ აყავს ერთი ავტორი. ჰომეროსის პოემებს, რომ აი როგორც ხალხური ზეპირსიტყვიერება, სიმღერები, ხო? გადაიცემა რა აი ასევე ხო ვერ ვიტყვით რომ ვიღაც არის მისი ავტორი ანუ ხალხური ამიტომ ავტორი რა აი ასევე მაგრამ ისევე მეორე მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ გრიგორი ნადმა როდესაც შეისწავლა ეს ტექსტი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ზევსის შვილი სარპედონი ჩამოდის ის კვდება მას კლავს პატროკლე თორცდები და მას როგორც არის რიტუალი სტელა უნდა ნიმფებმა გადაასვენეს საიდანაც მოვიდა მცირე აზიიდან და დაუდგეს ძეგლი. ეგ არის გამოყენებული ეგეთი ზმა ტარასუსი მაშინ რო გრიგორი ნადი ამბობს რომ ეს ნიშნავს რას რომ ის გახდა გაიარა ინიციაცია და გახდა ღმერთი. ანუ ტროას ომი ეს არის გარკვეული ინიციაციის ადგილი, სადაც თუ ადამიანი ღირსეულად კვდება, ის უბრალოდ კი არ კვდება, ის ხდება ღმერთი. ერთ-ერთი ღმერთი ცხადია მაგ პანთეონი გვაქვს რა. ანუ ტროას ომი არის გარკვეული ინიციაცია, ეს არ არის უბრალოდ ბრძოლის ადგილი. და მაშინ და გრიგორი ნადმა გაავლო, მანამდეც იყო ეს ძალიან პარალელი მახაბხარატასთან, კერძოდ ბხაგავად-გიტასთან, მახაბხარატას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილთან, სადაც ღმერთები და ადამიანები ერთად იბრძვიან და სადაც აი მთელი ეს ომი კაურავებსა და პანდავებს შორის გააზრებულია როგორც არაუბრალოდ ომი, არამედ ომი როგორც სულიერი ვარჯიში, როგორც გარკვეული იოგა, რომელიც უნდა გაიაროს პიროვნებამ, რომ გახდეს ბრაჰმანი. ნუ ეს თუმცა უნდა ვთქვა საოცარი რაღაცა, რომ ბერძნებთან ეს რაღაცნაირად მივიწყებულია ეს იდეა, თვითონ ჰომეროსთანაც კი არ ჩანს და იმდენად არ ჩანს, რომ პლატონს მიაჩნდა, რომ ჰომეროსთან საკრალური ტრადიცია დამახინჯებულად არის ასახული და რომ ბევრ უმართებულო რამეს ამბობს ღმერთების შესახებ. ანუ უკვე პლატონის პერიოდში აი საზრისი, ძველი საზრისი, რომ ეს ომი სინამდვილეში არის მეტაფიზიკური ომი. პირველადი ომის გამეორება ღმერთები, აი როცა ღმერთები და ტიტანები ერთმანეთს შეებრძოლენ რა. ხო, ეს ხო ბევრგანა გვაქვს ბიბლიაში კი გვაქვს ეს ეშმაკისა და ღმერთის შებრძოლება, რის გამოც ლუციფერი
ჩამოვარდა წინა ანუ ყველა ესეთ სერიოზულ რელიგიაში გვაქვს ეს პირველადი ზეციერი ომი და ბოლოს ომი უნდა გაიმართოს, ხო? სადაც მიქაელი თავიდან ჩამოაგდებს სატანას. კერძოდ აპოკალიფსში თან ეს როგორ არის, იცით? აპოკალიფსი ამის შესახებ გველაპარაკება არა როგორც მომავალზე, გველაპარაკება მომავალზე, მაგრამ წარსული დრო არის გამოყენებული. სხვაშორის არის ესეთი ადგილი, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როდესაც მოწაფეები მოდიან უკან, მოციქულები და ჩვენ ბევრი სასწაული მოახდინეთ, შეიძლება გვასწავლეო, ხო? ეს კი არ არის მთავარიო, მთავარი არის რომ თქვენი სახელები ზეცაში არის ჩაწერილი და აი ესეთი ადგილია ვიხილე წარსულშია, ვიხილე სატანა ჩამოვარდნილი ციდან, ძველი გველი ეს მე ანუ ვიხილე რა საიდან იხილა? თვითონ არის ჰიპოსტასი, თვითონ არის ღმერთი და მან როგორც ღმერთმა იხილა ზუსტად როგორც ვარდებოდა სატანა ზეციდან. ანუ ესე იგი რის თქმა მინდა ის რომ ამ ილიადას აქვს ესეთი ინიციაციური, რელიგიური და რიტუალური დანიშნულება, ამის ხსოვნა არის მივიწყებული უკვე კლასიკურ პერიოდში პლატონთან და პლატონს არ ახსოვს ილიადას საკრალური და ეზოტერიული მნიშვნელობა. იმიტომ რომ მთელი პლატონის ცხოვრება და მისი ძიება რა იყო საკრალური ტრადიციის აღდგენა, საკრალური ტრადიციის ძიება და ის რომ ეს თუნდაც ხვირწინარი და აი ეს ჩაწერილია, აი ეს ასე რომ ჰაიდეგერი ამის რომ ყველაფერი იწყება ყოფერების დავიწყებით რაღაცაში მართალია, მაგრამ კიდევ უფრო ფუნდამენტურ რაღაცებთან გვაქვს საქმე, რომ საზოგადოდ აი ბერძნული ტრადიცია იწყება სწორედ საკრალური ტრადიციის დავიწყებით და ამ ტრადიციის ძებნით სხვაგან და აი პოეტი ამ თვალსაზრისით პოეტი და არა ფილოსოფოსი. აი პოეზიაში არის რაღაც ისეთი ჩადებული, როგორ გითხრათ, კოდი, რომელიც შეიძლება როგორც ადამიანებს, პერიოდის ადამიანებს არ ახსოვთ, მაგრამ ეს კოდი მაინც დევს. და რაღაცა მომენტში, როგორც აი მივიწყებული რაღაც ნაშთი უცებ როგორც ოქრო სადღაც აი მიყრილია და უცებ აღმოჩნდება და გაანათებს და ჩვენც აი ესე დღეს ესე უყურებთ როგორ ანათებს ილიადა აი ამ მიწაღრილიდან და როგორ ჩანს აი მისი რეალური ლიტურგიული საზრისი. მადლობთ.